კლდანის მერვე საპყრობილე წუხელ გვიანღამით ვადამდე ადრე 28 პატიმარმა დატოვა. გათავისუფლებულები ამბობენ, რომ მათ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში განცხადება შეტანილი ჰქონდათ, თუმცა გათავისუფლების შესახებ მხოლოდ გამოსვლის დღეს შეიტყვეს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრებს ნორმალურად ექცევიან, თუმცა რამდენიმე ბადრაგი, რომელიც წამებაშია ეჭვმიტანილი, კვლავაც ციხეში მუშაობს. ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომ ციხეში ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად კვების და სამედიცინო მომსახურების საკითხი კვლავაც პრობლემურად რჩება. Eso, sexo, rara. Eso, rara. ეს გამოვა რა ვიცი, ერთი 25 კაცად მივიყავ და დანარჩენი არ ვიცი. აი ძალადობის ფაქტები შეწყდა ციხეებში? კი. ეხლა აღარ არის ეგეთი ზეწოლები? ეხლა აღარ არის, ჯერჯერობით არ არის. რა იყო? კი, იყო ზეწოლები შენზე, მაგრამ ეხლა არ არის საჭირო დავა კონკრეტო. უდოს კომისიის კონტროლის რეჟიმი აღარ არის ისეთი, ოღონდ საჭმელი არის. ცუდი საჭმელია, რა, ნავთში გაკეთებული საჭმელი მოდის. და ბევრი უკანონო პატიმარია კიდე.